სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს მე მინდა წაგიკითხოთ ერთი ქადაგება, საუბარი, რომელიც წმინდა დელმთავარმა იოანე ოქროპირმა 16 საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინ წარმოთქვა. ეს საუბარი ძალზედ მოკლეა, მაგრამ რამოდენიმე საკითხს ეხება, ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყოველი ჩვენთაგანისათვის არის საინტერესო და დამაფიქრებელი. მით უფრო ამ მარხვის წმინდა დღეებში, როდესაც თითოეული ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს არა მარტო ფიზიკურ მარხვას, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერ მარხვას. ანუ იმას, რომ ბოლომდე გაათვიცნობიეროს, რას ნიშნავს, რომ გერქვას ქრისტიანი. მოციქულთა ეკლესიაში წარმოთქმული საუბარი მეფე თეოდოსის ხსენების დღეს. იმას წინააღმდეგ, ვინც თავს კათარებს უწოდებდნენ ორი სხვა ეპისკოპოსის სიტყვის შემდეგ. ამ საუბართან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ. პირველი ის, რომ ორი ეპისკოპოსის სახელი ცნობილი არ არის, მაგრამ ერთი მათგანი მოხცოვანი, ასაკოვანი იყო, მეორე კი ახალგაზრდა. მეორე შენიშვნა კი ასეთია: იდიდება იმპერატორი თეოდოსი დიდი, რომელიც აღესრულა 395 წლის 17 იანვარს და აქედან სავარაუდოა, რომ წმინდანი 399 წელს იმპერატორის გარდაცვალების დღეს საუბრობდა. მესამე შენიშვნა: მოხსენიებულია სამეფო ძალაუფლების ორი უზურპატორი. პირველი მაქსიმე, მეორე კი ევგენი. ანუ შედარებულია თეოდოსი მეფესთან, ღვთისმოსავ მეფესთან ორი უზურპატორი, წარმართი იმპერატორი, როგორც აღინიშნა მაქსიმე და ევგენი. და მეოთხე შენიშვნა: ხილებულია ქრისტიანული სექტა კათარებად წოდებული, რაც ბერძნულად ნიშნავს წმინდა სუფთას, რომელიც მაშინ კონსტანტინოპოლში მრავალრიცხოვანი იყო და იქ თავიანთი ეპისკოპოსიც ჰყავდათ. ეხლა მოусმინოთ თვით დელმთავარს. რა მშვენიერია მოლაპარაკეთა წყვილი, რომელთაგან ერთი კიდობანს ეწეოდა ხარების დახმარებით, ხოლო მეორე სიტყვების პირველ ნაყოფებს აწყობდა. მართალია მათი ასაკი განსხვავებულია, მაგრამ მიწათ მოქმედების საფუძველი ერთია. უпроსწორად, ასაკიც კი არ არის განსხვავებული. ახალგაზრდას ხნიერის ურყეობა აქვს, ხნიერს კი ახალგაზრდის ბრწყინვალება და ფერი. ისე რომ მავანი არ შეცდებოდა როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის ხნიერიც ეწოდებინა და ახალგაზრდაც. არა ასაკის თვისების მიხედვით, არამედ სულის განწყობისა. ანუ აი ასე ამკობს ამ ორ მთავარს იოანე ოქროპირი. და თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ეს ორი ეპისკოპოსი ამ დღეს არა მარტო აღნიშნავდა და ახსენებდა იმპერატორს და მის დღეობას, არამედ უპირველეს ყოვლისა ისინი ქადაგებდნენ და ამხელდნენ სექტას, რომელიც თავის თავს ქრისტიანულს უწოდებდა და სინამდვილეში კი ქრისტეს უარმყოფელნი იყვნენ. ეს სწორედ ამიტომ
ამკობს ასეთი საოცარი ლამაზი ხატოვანი სიტყვებით იოანე ოქროპირი ამ ორ მღვდელმთავარს. აი ბოლოს და ბოლოს ჩვენის მხრივ ჩვენსას შემოვიტანთ, ხედავ რომ თქვენი სმენა გაუმაზღარია. გარდა ამისა, ჩვენ ნეტარი თეოდოსის მოვალენი ვართ, არაჩვეულებრივი ვალით, არამედ იმის გამო, რომ მეფე იყო, არამედ ღვთის მოსაობისათვის, არა იმიტომ, რომ ძოწეული ეცვა, არამედ იმიტომ, რომ ქრისტე შეემოსა, სამოსელი, რომელიც არასდროს ძველდება და სიმართლის ჯავშანს სოფლიოს სახარების ფეხსაცმელს იცვამდა, ხოლო სულიწმინდის ხმალი და რწმენის ფარი ეპყრა და ხსნის მუზარადი ეხურა. აი ესეთი საოცარი ხატოვანი სიტყვებით ამკობს მეფე თეოდოსის მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. თქვენ იცით, რომ იგი ზედმეტს არავის ეტყოდა, არც საქებარს და მით უფრო თუ კი მეფე, რომელიც ასეთი ღვთისმოსავი იყო და ასე შეამკო, ჩვენთვის უნდა გახდეს ცნობილი თუ როგორი ქრისტიანული ცხოვრების წესით და ღვთისმოსავობით გამოირჩეოდა იგი. და ეს შემთხვევა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგალითი ყველა ხელისუფალისათვის, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში და თავის თავს ქრისტიანს უწოდებს და ასევე რომელიც მომავალში იქნება ხელისუფლებაში და ასევე შეეცდება, რომ თავის თავს ქრისტიანი უწოდოს. ამ იარაღით გაანადგურა მან ტირანები, როგორც პირველი, ისე უკანასკნელი. ანუ იგულისხმებიან აი ეს ორი იმპერატორი, მაქსიმე და ევგენი. ერთი უშრომლად სისხლის ზღვის გარეშე შეიპყრა. გამარჯვების ნიშანი აღმართა ისე, რომ ჯარის მცირე ნაწილიც კი არ დაუკარგავს. მეორე კი მომხდარი შეტაკებისას მხოლოდ მან შეიპყრა. როცა ორივე მხრიდან ჯარები ბრძოლისათვის ემზადებოდნენ და ისრების ღრუბლებს აყენებდნენ, მოხდა ისე, რომ მისიანები გაიქცნენ, მოწინააღმდეგე კი ძლიერ აწვებოდათ. მაშინ იგი ცხენიდან ჩამოხდა, ფარი მიწაზე დადო, მუხლი მოიყარა და შეწევნას ზეციდან ითხოვდა. მან ასპარეზობის ადგილი ეკლესიად გადააქცია. იბრძოდა არა მშვილდებითა და ისრებით, ან და შუბებით, არამედ ცრემლებითა და ლოცვებით და ამგვარად ქარის მოულოდნელი მობერვის წყალობით მოწინააღმდეგეთა ისრები მათი გამომტყორცნელებისაკენ გაფრინდნენ. მტრებს კი, რომლების მრისხანებასა და სიკვდილს აფრქვებდნენ, ამის დამნახავებს მყის ფერი ეცვალათ და იგი მეფედ გამოაცხადეს, ხოლო თავისი მეფე იმპერატორი კი ზურგს უკან ხელებს შეკრული გადმოსცეს მას. და დაბრუნდა ნეტარი თეოდოსი არა მარტო გამარჯვებით, არამედ გამარჯვების სახითაც გაბრწყინვებული. მეომრები მას არ ყოფენ გამარჯვების ნიშნისაგან, როგორც დანარჩენი მეფეების შემთხვევაში, არამედ სრულებით მხოლოდ მისი, ანუ მისი რწმენის ნიშანი იყო. ყველა მაღიარა, ყველა ნახა ეს ფაქტი, რომ თვით ჯარისკაცებიც კი, მეომრებიც კი შეშინდნენ და გაიქცნენ. მეფე კი ცხენიდან ჩამოხდა და ლოცვა დაიწყო და მოხდა ეს სასწაული, რომელიც მოისმინეთ. ყველამ ეს ცხადად ნახა და აღიარა, რომ მეფის ლოცვებით, რომელიც უფალმა შეისმინა, მოხდა ეს საოცარი გამარჯვება. და აი ამ ფონზე მე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ სულ ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე დღის წინ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სინაგოგაში და იუდეველებს მიულოცეს
ხანუკას დღესასწაული. ყველა იუდაისტური რელიგიური დღესასწაული არის გმობა იესო ქრისტესი. რადგანაც იუდეველები ამბობენ, რომ ქრისტე ჯერ არ მოსულა. და აქედან გამომდინარე, როცა ქრისტიანი ადამიანი, ხელისუფალი თუ არახელისუფალი, ულოცავს იუდეველებს ნებისმიერ რელიგიურ დღესასწაულს, ეს ნიშნავს, რომ მან უარყო თავისი ღმერთი იესო ქრისტე. აღარ ვიტყვი იმას, თუ რას უწოდებენ იუდეველი რაბინები იესო ქრისტეს, როგორ შეურაცხყოფელი სახელით მოიხსენიებენ. და შენ ქრისტიანი კაცი, ხელისუფალი, როცა შედიხარ სინაგოგაში და ამ რაბინებს, იუდეველებს ულოცავ ამ რელიგიურ დღესასწაულს, თუ არ გესმის, რომ ქრისტეს უარყოფ და შეურაცხყოფ ამით. მე არ მინდა, რომ ვინმე მისე გაიგოს, თითქოს მე მინდა, რომ რაღაც ცუდად მოვიხსენიო ადამიანი, მით უფრო ხელისუფალი, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და პირადად ჩემ პატივისცემასაც იმსახურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ამ სიტყვას ჩემსას მინდა დავარქვა შეგონება, რომ ამას ნუაკეთებთ. მე მესმის, რომ თქვენ არ გესმით, მაგრამ დროა რომ გაიგოთ. აბა ერთი კითხეთ იუდეველ რაბინს, რას უწოდებს იესო ქრისტეს, როგორ მოიხსენიებს. და მერე თუ კი შენ კიდე შეხვალ სინაგოგაში და მიულოცავ რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს იუდეველებს, მაშინ შენ ქრისტიანის სახელი აღარ უნდა გერკვას. მაშინ ჩვენთვის ნათელი გახდება თუ ვინა ხარ და რა ხარ. ასე რომ ყველას ეხება ეს სიტყვა, ვინც იუდეველებს, ქრისტეს ჯვარმცმელებს რელიგიურ დღესასწაულს ულოცავს. ეს კარგად დავიმახსოვროთ. შეიძლება ერს ქვეყანას ხალხს რაიმე ეროვნული დღესასწაული მიულოცო, თუნდაც ქვეყნის დაარსებისგან რაღაც ასეთი მსგავსი, მაგრამ რელიგიური დღესასწაული, რომელიც შენს ღმერთს შეურაცხყოფას აყენებს, უკიდურესი სიტყვებით, რომლის გამეორებაც კი არ შეიძლება, როგორ შეგიძლია შენ ქრისტიანმა ხელისუფალმა მათ რაიმე რელიგიური დღესასწაული მიულოცო. გავაგრძელებთ ღვთაებრივი ოქროპირის სიტყვას. ეს ქრისტემ თქვა, ეს საქმეებითაც ბრწყინავს, რაო იტყვი შენ? განა იგი არ მომკვდარაო? არამს და არამს. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიკვდილია, არამედ ერთგვარი ძილი და აქ არ ყოფნა. როგორც ცოცხალთაგან მრავალნი მკვდრები არიან ხოლმე, რადგან სული სხეულში, როგორც საფლავში დამარხული აქვთ, ისევე აღსრულებულთაგანაც მრავალნი ცოცხლობენ, სიმართლით გამწყინვებულები მის მსგავსად ნეტარისა. ანუ გულისხმობს მეფე თეოდოსის. სიკვდილი უაღრესად მძიმეა და ცოდვისაგან შობილი ჭეშმარიტი სიკვდილია, რომლითაც უფლის სიტყვით მისი მორწმუნეები არ კვდებიან და ყოველი ამბობს უფალი, რომელიც ცოცხალ არს და რწმენეს ჩემი, არა მოკვდეს იგი უკუნისამდე. თუ ვერ გაბედა ასეთი რამ საკუთარ თავზე ეთქვა. აქ უკვე გადასვლა ხდება კათართა სექტის მხილებაზე პავლე მოციქულის სიტყვების მიხედვით და ის სწორედ ამიტომ ამბობს აქ პავლე მოციქულს გულისხმობს, რომლის ციტირებას გააკეთა იონე ოქროპირმა. თუ ვერ გაბედა ასეთი რამ საკუთარ თავზე ეთქვა, იმას, ვინც ზღვა და ხმელეთი შემოიარა, თითქოს ფრთები ჰქონდა შესხმული, ვინც ქრისტესთან ხალხთა ათასები მიიყვანა
გამოუთქმელი საიდუმლოებების მონაწილე იყო, მესამე ცამდე აღტაცებული იყო. არა და არა, არამედ სრულიად საპირისპიროს ამბობდა, საკუთარ თავს უდღეურსა და მოციქულთაგან უკანასკნელს უწოდებდა. ფიქრობდა, რომ ამ სახელწოდების ღირსიც კი არ იყო, ასე ამბობდა, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად. ამგვარად ეს რა უგუნურება, რა თავის გამოდება, რა სიგიჟეა, როცა ადამიანი ხარ და საკუთარ თავს წმინდანს, კათარს უწოდებ. როცა დარწმუნებული ხარ, რომ სუფთა ხარ, ამაში რამდენი უგუნურება ზევს. საკუთარ თავზე რომ ამბობ, წმინდა ვარო, იმის მსგავსად იქცევი, ვინც იტყოდა, რომ ზღვა ტალღებისაგან სუფთაა. როგორც ზღვას არ ტოვებენ ტალღები, ისე ჩვენც ცოდვები. თუ არ იცი, ვინ ვართ ჩვენ, როცა ვხარობთ, ვნაღულობთ, მდიდრები ვართ, ღარიბები, შეურაცხყოფილები, თავი მოგვაქვს, დევნოლებაში ვართ და ვიბრძვით, უსაფრთხოებით ვტკბებით, ვშიმშილობთ თუ ვძღებით. სულს 1000 ვნება არტყია გარს, 1000 გარემოება, 1000 სხეულებრივი სცენი, 1000 შეუსაბამობა საქმეებში და შენ ბედავ თქმას, რომ ამდენი მღელვარებისაგან სუფთა ხარ. რა შეიძლება იყოს ასეთ მდგომარეობაში მყოფზე უფრო არაწმინდა და მთელ ცხოვრებაზე რატომ ვლაპარაკობ? მითხარ, განა შეუძლია ვინმეს ამტკიცოს, რომ სუფთაა ერთი დღის განმავლობაში კი მაინც. თუ კი არ უსიძვია, არ უმრუშია, ამ აკრძალვათა მიმართ არ შეუწოდავს, განა შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ქეთმაღლურად, უგუნურად არ მოქცეულა, რომ აულაგმავი მზერით არ შეუხედავს, რომ მოყვასის საკუთრება არ მოუნდომებია, რომ ტყუილი არ უთქვამს, მზაკრობა არ ჩაუდენია, რომ მტრებისათვის ავი არ უსურვებია, რომ მეგობრისათვის ცილი არ დაუწამებია. თუ კი ის, ვისაც თავისი მოყვარული უყვარს, მეზვერეზე აღმატებული ვერაფრით იქნება, მაშინ რა შენდობის ღირსი იქნება ის, ვინც მეგობარს ცილსაც კი სწამებს. ასეთი ბოროტებით შერყეული ბედავ საკუთარ თავს სუფთა უწოდო. მაგრამ ამ უგუნურებას არა მარტო აქედან, არამედ სხვა მხრიდანაც ვაჩვენებთ. თქვენ და თქვენს სიყვარულს კი ვიწვევ. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მათ კვეხნას ჩამოშორდეს, ამ სისულელის მიღმა დარჩეს, საკუთარი თავი მთელი გულმოდგინებით გამოსცადოს, ანუ შეისწავლოს და არსებული ცოდვები ჩამოირეცხოს, ხოლო თავდამსხმელები თავიდან აიცილოს, ანუ ის თავდასხმები, რომელიც ეშმაკისაგან გვაქვს. თუნდაც 1000 ბოროტება გარს გვეხოვდეს, თუ კეთილგონიერები და ფხიზლები ვიქნებით, შევძლებთ, ბევრ რამეში გამართლებას მივახციოთ და ცოდვები ჩამოვიბანოთ. მოისმინე, ეს როგორ მოხდება? თუ ეკლესიაში ვივლით, თუ ცოდვებს ვიგლოვებ, თუ ცოდვებს ვაღიარებ, თუ მოწყალებას გავცემ, თუ საკუთარ ლოცვებს გამოვთქვამ, თუ ჩაგრულებს დავეხმარებით, თუ მტრებს შეცოდებებს ვაპატიებთ, თუ საკუთარ ცოდვებზე ვიტირებთ, ეს ყველაფერი ცოდვების საწინააღმდეგო წამლებია. გიწვევთ ეს ყველაფერი ვაკეთოთ, საკუთარი თავი ყოველდღე განვიბანოთ, განვიწმინდოთ და ამ ყველაფერთან ერთად თავი უბედურად ჩავთვალოთ. თქვათ, რომ ჩვენ გამოუსადეგარი მონები ვართ, ესეც ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანი ხერხია ცოდვებისაგან განსათავისუფლებლად და წარმატებას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეუქმნათ, რათა ის არ დაგვემართოს, რაც ფარისებელს დაემართა. თუ კი საკუთარ თავს ასე წარმართავთ, იმ საშინელ დღეს შევძლებთ კაცთმოყვარეობასა და შენდობას ვეწიოთ და ვეღირსოთ აღთქმულ სიკეთეებს, რომლებითაც დაე ყველანი
დავტკბეთ მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანა ჩვენის დიდება, სუფევა და პატივი აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მერტმა დაგლოცოთ და გაგორთქოთ.